არის შეიხების თუ მუსლიმანი ექსტრემისტების ჩამოსახლება არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან დიდი საფრთხის შემცველია ჩვენი ქვეყნისთვის. უწინესის ლოცვა კურთხევა და სიტყვები არის. არავის არ აქვს იმის უფლება, რომ გაყიდოს ან გაასხისოს საქართველოს ტერიტორიები. ძალით წაგვართვეს ჩვენ ტერიტორიები, ვიცით, აფხაზეთი დავკარგეთ ლამის. იმედი გვაქვს, რომ დავიბრუნოთ, მაგრამ სამაჩაბლო აქეთ მარნეულში კონფლიქტი იყო ცოტა ხნის უკან სვანებსა და აზერბაიჯანებს შორის კარგად ვიცით. ცოტა ხნის წინ ბათუმში სასულიერო პირიცემეს გვდელი ჯვრით გადაადგილდებოდა ერთ-ერთ უბანში, სადაც მუსულმანებით იყო დასახლებული უფრო ფართოდ ის ადგილი თურქებით. თურქებისგან პრობლემა გვაქვს. ეხლა არაბები გვაკლდა თან დიდი გავლენის მქონე სოფლიო ბაზარზე, ძალიან დიდი გავლენის სარგებლობენ ეს არაბები და კითხვა, როგორ გონიათ თქვენ ეს არაბები არ გამოიწვევს აქ კონფლიქტს? თანხმედრაში მოვა ჩვენ კულტურასთან და ჩვენ სარწმუნოებასთან? თუ ამას კანონით დაარეგულირებთ, ვერ დაარეგულირებთ კანონით. ამიტომ დადევით ის პროექტის კეთილგონივრად იქნება თქვენი საქციელი პროექტის გეგმა, კონტრაქტი რა არის ჩადებული, გათვალისწინებული ეგ საფრთხეები თუ არა, არის თუ არა საფრთხის შემცველი იქ ქართული ერისთვის და ხალხისთვის იქ რაც არის გათვლილი. თუ მარტო მოგებაზია ორიენტირი, რა მოგებაზია კიდე ორიენტირი, თორემ ძალიან ცუდად განვითარდება საქართველოში მოვლენები, ამაში ყველა ღრმად არის დარწმუნებული, ვინც კი ოდნავ აზროვნებს და ვინც კი იცის წარსული საქართველოს. 400 წლიანი ბატონობა არავის არ დაგავიწყდეთ კიდე როგორ ძლივს გაგდებული იქნენ ესენი, ხო? მათი გავლენები ძლივს იყო გაგდებული. ეხლა ამ გაჭირების დუხში ცხოვრებაში მხოლოდ ფულით არ უნდა გადაწყდეს პრობლემა. ფული და ეკონომიური გრადობა არ არის გარანტი კეთილდღეობის და ბედნიერების და არ არის გადამრჩენელი. სარწმუნოება რატო გვავიწყდება? სარწმუნოება არის მთავარი. და ის ადამიანები, რომლებიც ეწირებოდნენ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, უწევდათ ბრძოლა ზემოთ ჩამოთვლილ მტრებთან, მათ შორის არაბებთან, მონღოლებთან და რომელი ერთი ჩამოთვალ. ნუ გავიმეორებთ ამ საბედისწერო ფაქტებს ისევ და ნუ დავდგებით მოწინააღმდეგეთა მხარეს. არ აქვს მნიშვნელობა ეს ხელისუფლების წარმომადგენელი იქნება თუ უბრალო მოქალაქე. ამიტომ ყველამ ვიზრუნოთ ბედნიერი მომავლისთვის, რომ ჩვენ გაჭირებაში ვიქნებით თუ დალხინებაში ვიყოთ ისე როგორც ჩვენ შეგვშონის და შეგვეფერება და როგორც გვიანდერძა ჩვენმა დიდად წინაპრები. თუ არ მოხდება 7 დეკემბრამდე ჩვენი დარწმუნება ხელისუფალთა მიერ, რომ საფრთხეები არ არსებობს, დაგვიმტკიცონ მაშინ გაასაჭიროა ყველაფერი, თორე რასაც ამბობს მამაო, ის ინვესტორი 60%-ო ჩვენი ნაწარმის გათვლილია სწორედ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ადამიანებისთვის, რომლებიც დასახდებიან მანდ და შეიძენენ ისინი ქონებას. ნუ დანარჩენ 20%-ზე ამბობენ, რომ რაღაც ქართველები, რომელიც უცხოეთში არიან და კიდევ ვიღაც უცხოელები რა. და ჯერ ერთი რომელი ქართველებზე, რომლებიც იქ მოხუცებს ულიან უცხოეთში, ისინი ჩავლენ მე და მილიონად და 9 მილიონად აქ შეიძენენ ფეშენებულ ბინებს.